ბრაზილიაში რიოს კარნავალის პერიოდში მოგზაურობა ჩემი თინეიჯერობის ოცნება იყო. იმდენად ვიყავი რიო-დე-ჟანეიროს იდეით შეპყრობილი, რომ ყველა სოციალურ პლატფორმაზე მქონდა ბრაზილიის კოლექცია შექმნილი. სადაც ვინახავდი ვიდეოებს, ფოტოლოკაციების, სანახაობების, რესტორნების თუ უსაფრთხოების შესახებ. გარდა ამისა, დღიურში მქონდა ბრაზილიის ბაკეტ-ლისტი, სადაც დეტალურად მქონდა გაწერილი, რისი გაკეთება და ნახვა მინდოდა, როცა რიოში ჩავიდოდი. ეს ორკვირიანი მოგზაურობა სავსე იყო თავგადასავლებით, დაუვიწყარი ემოციებით და მოულოდნელობებით. თუმცა ერთმა ინციდენტმა საერთოდ შემიცვალა წარმოდგენა ბრაზილიაზე. სანშინაშინდა ხა. და თუ მეგონა რომ უბრალოდ ყურადღებით ვიქნებოდი უსაფრთხოების პრობლემები არ შემექმნებოდა, სრულიად საპირისპიროდ ამიმტკიცდა და ჩემი გარომანტიზირებული მოგზაურობა საშიშ მოგონებად აქცია. ჩემი რიოს კარნავალის ბაკეტ-ლისტში იყო, რომ მოვსულიყავი კოპაკაბანას ქუჩის მარკეტზე, რომელიც იმართება ხოლმე მხოლოდ შაბათ კვირას. ამიტომ ახლა არის ვიკენდი და გამოსული ვარ, რომ შევარჩიო ბრაზილიური მერჩი, სამკაულები, ყველაფერი მოკლედ, რაც მომავალში გამახსენებს ბრაზილიურ მოგონებებს. და გარდა ამისა, ჩემი პირველი ძმისშვილი დაიბადა ზუსტად მაშინ, როდესაც ჩამოვედი ბრაზილიაში, ამიტომ გადაწყვეტილი მაქვს, რომ სამახსოვროდ მასაც ჩაუტანო რამე ბრაზილიიდან. რადგან TikTok-ზე ბევრი მქონდა მოსმენილი რიოში ქურდობების შესახებ, გადავწყვიტე არ გამერისკა და საშოპინგოდ, უბრალოდ ჩემს დასაცავად ნიკა და ჩემი ძმები გავიყვანე. ჩემი დაცვა ჩემთან ერთად არის, ხო და რაღაცა ძალიან გათამამებული ვარ, ეხლა ესე შუა ქუჩაში რომ ვიღებ რაღაცებს. იმედია არ ამაწაპლიან კამერას. პირველ რიგში ხელნაკეთი სამკაულების თვალიერება დავიწყე. ეს ჯობია თუ ეს? იმ ხელარჩევანი იყო გამიჭირდა გადაწყვეტა, მაგრამ საბოლოოდ მე როგორც სისადავის მოყვარულმა ეს ძალიან მინიმალისტური ყელსაბამი შევარჩიე. აქ ყველას უკეთია ესეთები და მეც გავიკეთებ და სამახსოვროდ დამრჩება. რაღაცა ვერ გადავწყვიტე რა ავირჩიო, რა თქმა უნდა, ეხლა ერთი გოგო მიპოვეთ, რომელმაც საშოპინგოდ მიდის და იცის რის იყიდვა უნდა. არა, ძირითადად ისე მე ვარ ხოლმე ეგრე, მაგრამ ეხლა როცა ბრაზილიაში ვარ და რაღაც მე თვითონაც არ ვიცი რატო ვარ აქ, რაღაც მაიმუნობები უნდა ვიყიდო, მე თვითონაც ცოტა აბნეულ-დაბნეული ვარ. მე რაღაცებს შევარჩევ მაინც. თვალიერებისას დახლებზე ბავშვის ბოდეების შევამჩნიე და რა თქმა უნდა, ესე უბრალოდ გვერდს ვერ აუვლიდი. პაწაწას ეს უყიდო? პაწაწუნა მაიკები ვიპოვე. და ეხლა ჩემ პაწაწუნას უნდა ავუღო. მამიდოს ბურიტოს ვეძახი. მითხარით ეხა ეს რამდენ თვეზე ექნება ბავშვს კარგად. შეიძლება ძალიან ტყუილა გამომივიდეს ყიდვა, იმიტომ რომ ბავშვი ამაში არ ჩაეტიოს მე რომ ვნახავ, მაგრამ მაინც მოყიდი რა, სამახსოვროდ მაინც დარჩება. ვის ჯერა რომ ბიძები და მამიდები ვართ, ეხა ეს ორი ცანც არა, ჰა? თუმცა ამ მარკეტზე მოსვლის მთავარი მიზანი ჩემთვის ბრაზილიური მერჩის ყიდვა იყო. და მიუხედავად იმისა, რომ ეს ტოპი მქონდა ჩანაფიქრში, საბოლოოდ სხვა ვარიანტი შევარჩიე. გადავწყვიტე ისევ მამა-პაპური მაიკები ავიღო რა, ესე ყველაფერს რომ ფარავს და რომ ჩამოიცვამ და ტომარასავით რო გაქ და ძალიან კომფორტულად რო ხარ და მე რო ყველაზე მეტად მიყვარს, აი ზუსტად ეგეთ მერჩს ვიყიდი და სხვა თუ არაფერი პიჟამოდ მაინც გამოვიყენებ ხოლმე. ჩემი დაცვა სულ თან დამყვება და სულ ადგილზეა. Like this is so much better. You can go. ჩემთან ერთად მოდის. ვიღებ. მოდის ჩემთან ერთად მოდის. ვიღებ. ამასობაში ბიჭებს ძალიან მოშივდათ. რესტორნად თან მოსწყინდათ შოპინგი და გადავწყვიტეთ იქვე სანაპიროს რესტორანში გვეჭამა. თან დაგვესვენა გავგრილებულიყავით და ისე გავგვეგრძელებინა შოპინგი. აი ესეთი კუპალნიკი ავიღებ, ძალიან მომწონს ბრაზილიური კუპალნიკის ჭრები რა, რაღაც ძალიან მაღალწელიანები არის და ძალიან მომწონს. ესენი ქონდათ გამოდებული და მე ცალკე ამოვაჩხრეკინე რა, დაახლოებით ეგეთი არის და ჩაცმულზე მგონია რომ ძალიან ლამაზი ფოტოები გამომივა ბიჭზე რომ გავალა და მაგის ფოტოებსაც ჩავაჩხაკუნებ ვიდეოში. ეს ვიყიდა კარნავალის საიდანაც ხდება რა? ნიკა ხო ყვავილებს არ მყიდულობს ხო და ჩემ თავს ხო უნდა ვუყიდო ყვავილები? აია, ხო ეს ჯობია? რომელი ჯობია? რომელი უფრო მიხდება სახეზე? ესეთი ბედნიერების ხარისხი მგონდეს ესეთ მარტო რაღაცებზე, ალბათ მერაფერს ვერ მიაღწევ ცხოვრებაში. რატო? იმიტომ რომ გავზარმაცდები. უკმაყოფილო რო ვარ მაგიტოს რაღაცა. Okay.
მე ყოფა დღევანდელი. You look amazing. ამით დასრულებულია ჩემი მარკეტზე შოპინგი, იმიტომ რომ უკვე ძალიან დავიღალე და აღარ შემიძლია. ეხლა უბრალოდ გავჩილოთ და შევეშვები გადაღებას, იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს გადაღების დროს რაღაცებს ბოლომდე ვერ ირგებ ადამიანი. ამიტომ ეხლა კამერას გადავდებ და ვეცდები რომ მომენტით დავტკბე და შევიგრძნო რეალური რიოს ცხოვრება. მგონი კაი შოპინგი გამოგვივიდა. ჩემი ძიშვილის საჩუქარიც ვიყიდე, საკუთარი თავისთვის აქსესუარებიც, რიოს მერჩიც. მიხარი არა ბედნიერი. ძალიან ბედნიერი ვარ, ანუ მართლა გეუბნებით. თინეიჯერი ბაბი ამაზე ოცნებობდა ხოლმე, რომ აი აქ მდგარიყო და ეს რაღაცები გააკეთებინა, რასაც ახლა ვაკეთებ და ძალიან ბედნიერი ვარ. და თქვენი ოცნებების გჯეროდეთ და ყოველდღე იფიქრეთ იმაზე რა გინდათ და აუცილებლად აგიხდათ. ოღონდ რა თქმა უნდა თუ ამისთვის რაღაცებს გააკეთებთ. ახლა პროსტა თუ ვიჯექი და იფიქრე, არაფერი შეიცვლება. ეს ანუ რა შვაშია, იორსისა თუ აის იყო, მაგრამ ანუ რა შვაშია, რიოში ვართ და ანუ ბაი. კოპაკაბანას მარკეტზე ჩემი bucket list-დან თითქმის ყველაფერი ვიყიდე. თუმცა წინ რიოს კარნავალი მელოდებოდა. ადგილი, სადაც ყველას განსაკუთრებულად აცვია, რაც შეიძლება ფერადი, ბრჭყვიალა და ექსტრავაგანტული ლუკები. ანუ ყველაფერი ის, რაც ჩემი კომფორტისგან ძალიან შორს არის. თუმცა ამ ერთი დღისთვის მინდოდა მეც მეგრძნო თავი რიოს კარნავალის ნაწილად და საკარნავალო ფორმა თუ არა აქსესუარები მაინც შემერჩია. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მეორე დღეს წავსულიყავი უფრო ლოკალურ მარკეტზე, სადაც წესით საკარნავალო ნივთები უნდა მეყიდა. თუმცა იქ მომხდარმა ქურდობის ინციდენტმა ყველაფერი შეცვალა. გაძარცვის ინციდენტის შემდეგ შოკირებული დავბრუნდი სასტუმროში და სანამ კარებს შევაღებდი, რომ ნიკასთვის ამბავი მომეყოლა და თან ეს ყველაფერი კამერით გადამეღო, აღმოვაჩინე, რომ ინციდენტის დროს ვიდეოს გამორთვა დამვიწყებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პროცესის ამსახველი გარკვეული მასალა მაქვს. წერდა ამდენი ხანი ვაიბი. ეხლა უნდა მოვუყვე ნიკას ყველაფერი, ნახოთ რეაქციები თან. WhatsApp-ზე მიწერ. Whoa, what the? მოდი ჩვენ წყალი გვაქვს. ჩვენი გაქურდაცადეს და გამოგვიყიდნენ და კინაღამ მოკვდი შიშისგან და ტაქსი როგორ გამოვიძახე და როგორ მოვახტიე უკან სახლამდე არ ვიცი. შედი და მოგიყვები. ალექსანდრე რო არ ყოფილიყო, აი დედას ვიცა ვარ, არ ვიცი, ეხლა ალბათ მკვდარი ვიქნებოდი. ისე შემეშინდა ხალხო. ისე შემეშინდა, რომ აი როგორ ვკანკალებდი, იცი? გადავიდეთ ამე. მე ხადავები? ეხლა გითხრა რა ხდება? ბიჭო, შოქში ვარ. იცი როგორ შემეშინდა? მოკლედ, ეგეთი სიტუაცია იყო რა. მე და ალე გადმოვედით ტაქსიდან რა. ალე აზიარებს თუ მართლა საშუალება. ავი, იარაღი ხონდა. მართლა. მე მეთქი პროსტა შეგეშინდა ვიღაცამ რაღაცა ქნა. რა, რატო არ გჯერა მე რა გეუნები? არა, შენ ნახე ემოციურად შეიძლება მოიკიდე რაღაცასთან. ანუ მე ხა იმის მეშინია რომ აი ეხლა ქუჩაში გასვლა ძალიან გამიჭირდება და რომ ის გადაღება საერთოდ. მოკლედ რა, მივედით ლოკაციაზე, სადაც არის ძალიან პოპულარული მარკეტი რა და რაღაცნაირად ტაქსმა რომ მიგვიყვანა. ხო, ტაქსმა რომ მიგვიყვანა. გადმოვედით და გარშემო ანუ არ ხდებოდა ეგეთი მარკეტული არაფერი რა. მოვედით Google Map-მა სადაც მითხრა, მაგრამ მე აქ ვერ ვხედავ ვერანაირ მარკეტს. სინამდვილეში არის ჩვეულებრივი ქუჩა, მგონი კარნავალის გამო მარკეტები არის დაკეტილი და თან ამ ქუჩაზე ანუ პერიოდულად ხედავდით, რომ ჩვეულებრივად ესე მოძრაობდა ხალხი კარნავალის ფორმაში, მაკადრების გადაღება მოვასწარი. აი რაღაცა ძალიან ფერადი რაღაცები აცვიათ და არც გამჩენია იმის შეგრძნება, რომ ვაიმე ეს საშიში უბანი ხო არ არიან რაღაც. ეხლა მივდივართ ესე ალექსანდრეს ესე ხელზე, ესე აქ მობმული, კიდევ კაი ეს მქონდა ხელზე, აქ ესე მობმული და ესე უჭირავს რა და ესე პროსტა მივდივართ. უცებ ვიღაც მოდის და ესე უკეთებს რა. ბრაზილიური მერჩი. ჰა! და ალექსანდრე ესე გაუკეთა რა და ტელეფონი გამოწია თავისკენ. ანუ ესე რო ჭეროდა, ესე რო ქონოდა, ჩათვალე წაწყვეტილი იყო ტელეფონი, იმიტომ რომ იმენა ესე გამოვიდა რა. My boy. ამ დროს მე როგორ ვარ, ისი მეთქი. შანშინდა ხა. არა, მე ზოგადად როგორი ტიპი ვარ, იცი, ანუ სტრესულ სიტუაციებში ძალიან აი მობილიზებული ვარ და ეგრევე ჩემი ტვინი იწყებს გამოსავლის ძიებას რა. და ეხლა ნახე, მეთქი, ანუ გავაგრძელოთ სიარული და რა მოხდება ვნახოთ რა, იმიტომ რომ ეს ტიპი ჩვენ გვერდზე დგას, მაგრამ ალექსანდრე შეუღრინა რაღაცნაირად, დაიხია რა უკან ეს ტიპი და მეთქი ახლა გავაგრძელოთ გზას და შევხედავთ ეს ტიპი გამოყვება რას ხდება. მივდივართ და მგონია რომ მეთქი всё ეს ტიპი ჩამოგშორდება, იმიტომ რომ თან ვიღაცებმა არა არ იყო მთვრალივით და უცებ ვხედავთ ეს ტიპი ეძახის თავის ძმაკაცს. ეს ძმაკაცი მოგვადგა უკნიდან, ის მოგვადგა წინიდან და
ამ დროს ჩათვალეთ, რომ ხალხი არ მოძრაობს. ანუ მარტო არიან ლოკალები და როგორ არის, ანუ თან ამას უყურე მეთქი stop, you stop. What are you doing? და ესე მოძრაობთ მე ალექსანდრე ვცდილობთ რომ არ მოგვიქციონ ეხა შუაში რა. ეს ტიპი რომელმაც ჩვენი ტელეფონის წარქმევა ცადა, ხელს იყოფს გულის ჯიბეში და ესე რაღაცას აძრობს რა და ჩვენ ანუ მაქსიმალურად ვცდილობთ რომ ეხა მეორე ტიპი უკნიდან გვადგას ერთი წინიდან გვადგას ვცდილობთ რომ ყველაფერს მოვშორდეთ უცებ დაიწყო ვიღაცამ გავლა მეთქი oh my god can you help us excuse me can you help us რა უცებ რაღაცა მომენტი დავიჭირე რომ უცებ გავიქეცით ამ ტიპებს ესე დაუსხლტით და ცადეთ ქუჩის მეორე მხარეს გადასვლა და ამ დროს ერთ-ერთმა ადამიანმა ვინც მანქანი შემოუხვია, შავი მანქანა იყო. დაინახა რომ ეს ტიპი ჩვენზე ცდილობდა ძალადობას და რაღაცა დაუყურა პორტუგალიურად არ ვიცი რა. მაგრამ ამ ტიპმა მანქანას უტყავდა ხელს იმ კაცის რა, ანუ ეთყობა იმ კაცმა დაგვიცვა და ეს გაბრაზდა და უტყავდა მანქანას ხელს. იმ ტიპის რეაქციით მე მივხვდი რომ ის კაცი ჩვენ გვიცავდა და მაგ მომენტში ვიფიქრე დაჟე რომ ამ კაცს კარები ხო არ გავუღო და ჩავუხტეთ თქო იმიტომ რომ ანუ ხალხო ისე მეშინია რომ აი ჭკუაზე არ ვარ გული როგორ მიცემდა იცით და ამ კაცმა ყურადღება გადაატანინა ამ დროს ჩვენ დრო ვიხელთეთ და საპირისპირო მიმართულებით დავიწყეთ ანუ საიდანაც მოვდიოდით იმ მიმართულებით დავიწყეთ სიარული და ჩვენ საბახტება და ეგრევე მეთქი, ანუ ჩემი DJI ჩავდა, ყველა კამერები რაღაცა ყოფერას ჰქონდა, ჩავდა. და ამასობაში მე და ალექსანდრე მოვხიეთ და რაც ის სიჩქარე ჰქონდა, დავიწყეთ სირბილი. და ვცდილობდით რომ გვეპოვა რამე, სადაც შევიდოდით. მხოლოდ ქუჩის ბოლოში იყო რაღაც ერთი ბარი, კაფე, რესტორანი, სადაც დავინახეთ რომ ხალხი იჯდა და რაც შეიძლება სწრაფად მივედით იქ და ანუ აი პროსტა ვერ აგიხსნით, მანამდე ხო სრულ ეიფორიაში ვიყავი და აი იმ კაფეში ესე შევარდი ხალხს შორის დავდექი მაგიდებს შორის. მერე დამეწყო აი გავწითელდი სახეზე აი ავითხლი შემეთქი, ეხა რა ხდება, რას ვაკეთებთ? ტაქსი დროზე გამოვიდა ხო? სად გამოვიდა ტაქსი? ტაქსი გამოვიძახე და კედელს მივეყუდე და წეხანა გვეკიდა ხალხი და ეხა ხალხი ისე საშინელად ხალხს კანკალებ და საერთოდ არაფერს აღარ გადავიღებ. ცოტა უნდა დავწყნარდა რომ მის ამაღება შევძლო საერთოდ. და ანუ აი ესე ვდგავარ და აი მერე რო იაზრებ ხო იცი რომ ეხა რა მოხდა საერთოდ და ესეთი შიში ძალიან დიდი ხანია საერთოდ არ განმიცდე. ძალიან დიდი ხანია კი არა საერთოდ არ განმიცდე. ვინმე რამე გაიგო აი იმ კაცის გარდა? კი, ვინც ჩაიარეს, ყველა მიხვდა, მაგრამ არ გამოგესახსნა რა. ბრაზილიური ადგილობრივი. და იარაღი საიდან დაინახეთ? არავინ, ანუ დახმარებას ვითხოვდი, მაგრამ დაინახეთ რა მოიღო თუ საიდან თუ იარაღი? არ ვიცი, შეიძლება იტყუებოდა, მაგრამ შეიძლება ქონდა. როგორ ტიპები იყვნენ? ჯანზე იყვნენ რა? ნარკოტიკები. მათხოვრები იყვნენ თუ? ანუ მათხოვრებად არ გამოიყურებოდნენ, ანუ ეხა რო გითხრა რომ ჯანსაღი ტიპები იყვნენ თქო არა, მაგრამ ნაგვიანი და ბინძურები არ იყვნენ რა, ანუ შორტები ეცვათ, ანუ შეიძლება გეფიქრა კიდეც რომ პროსტა ლოკალია რა. აი პლაჟერა მოდიან ეგეთი ტიპები, ხო? შეიძლება კი ეგეთიც იყოს, კი. ხალხო, ამიტომ რომ წერია TikTok-ზე და Google-ში რომ თქვენი პირადი ნივთები კარგად დამალეთო, უნდა გაითვალისწინოთ, იმიტომ რომ მე ფული არ მედო ამ ჩანთაში, რომელიც აი სადგედო. არამედ აი აქ. და ეს არის პირველი რაღაც რაც ვნახე, როდესაც TikTok-ში ვეძებდი ბრაზილიაში, რიოში კარნავალის დროს უსაფრთხოების საკითხებს და ამბობდნენ, რომ ესეთი თხელი რაღაც გაიკეთეთო წელქვეშო და ფული აქ შეინახეთო რა. ხო და ანუ ზუსტად ესე ვიყავი გასული და კიდევ კარგი რომ წაერთვათ რაღაცეები, იმედია ეს მაინც შემრჩებოდა. ბოდიში შენთან ვიყავი. ბიჭებო, არასდროს გაუშვათ თქვენი საყვარელი ადამიანი ბრაზილიის ქუჩებში მარტო. თუ ძმა არ გაყვება. ეხლა დავაჟღვიეთ. ჩემი კამერამენი, ჩემი ბრეუმენი აქ არის. ალექსანდრე, აი ამან გადამარჩინა. კამერამენი რო უკვე ჰა? შენ ჩილ გაი და მშვიდი ხარ, მაგრამ მაინც როგორ გიცემს გოლი. მე რა. ეს გულს აი გამოსtildeა. და ერთი წამი მე რაზე ვფიქრობდი, იცი? რაზე ვფიქრობდი? აი წარმოიდგინე იმ ორ ტიპს, რომ ალექსანდრე მოეკუჭა რა. აი რა უნდა მექნა? მაგარი იდეა მაქვს.
წავიდე fake ტელეფონით მაგუჩაზე. მერე? და გადავიღო და წამართვე. ხო გაიქნება. fake ტელეფონი სად გქონდა? რამე დავითრიოთ ყლევი. მე არ გიღებ. აჰო, ჩვენ არ ვიქნებ, შენ მარტო წადი. მე არ გიღებ. That was so fucking for real, Nika, გადაობა არ იყო. ხო, არა, გადაობა არა, მაგრამ მართლა რომ წამართვე თვითონ რომ გაუსწორდება და ეგ რო ვიკაიფე მოდი. fake ტელეფონს რომ ვიცი ხო გაიქნება. შეგეშინდა? არა, ხელებზე უყურებდი რა, რამე არ მოევა. შენ ხო შეგეშინდა? რაცა ეჭირა. ხო შეგეშინდა? შემეშინა ხე იმ მომენტში ნებულობდი. შემეშინდა ხო შემეშინა და ყველა სავიწყებდი ალბათ. ერო შემეშინება. თუ პირიქით გაჩუმდებოდე. იმას ვფიქრობდი ხელში რასშერა, ნახდი იყო თუ არა. მაგას ვფიქრობდი. და რა გასწავლა ამ ყველაფერმა? მარტო არ ნოვია. ტელეფონი არ უნდა მეჭიროს, ტელეფონიც ჩუბიც რთულია. მაგრამ ზოგადად ალბათ ეგრევე პირველად რომ უკან გაიწია, ეგრევე უნდა გაიქცე და უკაი შეგზნავა გოგო რო დაიცავე. დავიცავე. ანუ კი საიმედო რო იყავი. ხო გაგ მაგას მამაკაცურობის შეგზნება. She was in control. Be proud of her. ხალი კონტროლი. წავედით ახლა მაქუჩაზევე და დედა უტიროთ. ჩემი გოგო შეჩვინებას არავის არ მოპატიე. სტრიმი დაიწყება. როგორ იკივლებ ნიგა? იქ მორჩა fun. Hey bro. მარიხვინ ეგეთ რაღაცა მორჩა იქნები აგრესია. მოლამდე მიოჭი, უკავლე, ჩაკალი. Wow. მოკლედ რა მასწავლა ამ ყველაფერმა რა. ნუ ბევრი რაღაც, მაგრამ რა შეგიძლიათ თქვენ რომ გამოიყენოთ. ანუ ეხა მგონია რომ ამ 5 წუთში რაც იქ მოხდა, ვიცხოვრე 1 წელი და უცებ გავიზარდე ცხოვრებისეული გამოცდილებით +5 წელი. მოკლედ რა გაკვეთილი მასწავლა ამ ყველაფერმა რა. პრაქტიკული რჩევები ჩემგან იმისთვის რომ ბრაზილიაში გადაურჩეთ გაწარცვას. ყოველთვის თან იქონიეთ აი ესეთი საკიდები. ყოველთვის თან იქონია თქვენი პარტნიორი. ესეთი საკიდები. აბსოლუტურად ყველაფერზე, ტელეფონზე, კამერაზე, ნებისმიერ რაღაც ნივთზე, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია და გარეთ დაგაქვთ. აუცილებლად თუ ტელეფონი გარეთ ამოღებული გაქვთ, ხელში გიჭირავთ, თოკი გქონდეთ მობმული და ხელში კარგად დაიჭირეთ და საერთოდ გირჩევთ, რომ ტელეფონ ამოღებულებმას არიაროთ, იმიტომ რომ გახდებით სამიზნე იმის, რომ ტელეფონი წაგართვან და ვიღაცა გეკიდოთ. თუ მაგალითად Google Maps-ში გინდათ რაღაცის შემოწმება, მეგობარს უნდა მიწეროთ, ჯობია რომ გაჩერდე, შეარჩიო ისეთი სწორი ადგილი, სადაც უბრალოდ გაჩერდები, დადგები, მიწერ, ნახავ, დაგუგლავ და ისე გააგრძელებ სიარულს რა. ასევე ის წელჩანთა, რომელიც განახეთ, აუცილებელია ფულისთვის და პირადი რაღაც ბარათები და რაღაცეებისთვის, მარტო არიაროთ და ყველა მხრიდან იყავით ყურადღებით რა. აი, ყველაზე საშიში ეგ მომენტი არის, რომ გარდა იმისა, რომ ვიღაც ერთი კონკრეტული ტიპი შეიძლება მოვიდეს და ცადოს ტელეფონი წაგართვას, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა ეგ არის, რომ ეს ადამიანები მარტო არ ქურდობენ, ანუ ბანდებად დადიან და არ გირჩევთ მარტო აღმოჩნდეთ იმ სიტუაციაში, როგორშიც მე აღმოჩნდი და ჩემი ძმა და მადლობა ალექსანდრეს, რომ იყო ძალიან მამაცი და რა ხელებს იქნებ, არ იყავი?